საცურაო აუზო ოლიმპიკში წყალბურთში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. გათამაშების ლიდერების თბილისის ლიგამუსისა და თბილისის შეხვედრა ანგარიში 14-11 ლიგამუსმა მოიგო ორივე გუნდის შემადგენლობაში. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების რამდენიმე წევრმა ითამაშა, რომელთაც ივლისში ევროპის ჩემპიონატზე მოუწევთ თამაში. მედი მაქრო ჩვენ ახლა შევთამაშდებით ას პირველი რაღაც რამოდენიმე ტურიდან, მერე ფინალში ვაჩვენებთ სათანადო თამაშს, რომელიც საჭიროა ჩვენგან. წელს ორ ასაკობრივ ჯგუფში ვატარებთ საქართველოს ჩემპიონატს და აგრეთვე ტარდება ეროვნული ჩემპიონატი. ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პერსპექტიული ახალგაზრდა წყალბურთელების შერჩევა საქართველოს ჭაბუკ და ახალგაზრდა ნაკრებში მისაწვევად. მთავარია ჩვენი მომავალ თაობაზე ვიფიქროთ, რომელიც გააგრძელებს იმ ყველაფერს, რასაც ჩაეყარა საფუძველი. ამიტომ თავი და თავი არის ეროვნული ჩემპიონატის გაჯანსაღება, ახალგაზრდული ჩემპიონატების ასაკობრივი გაჯანსაღება, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების ჩამოყალიბება. ეს ის პროცესია, რომელიც წარმატებამდე მიგვიყვანს.